ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. სტუმრად ყავს პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის ლიდერი ბატონი შოთა მარტინენკო. მოგესალმებით ბატონო შოთა, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. საუბარი დავიწყოთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებით, სადაც თქვენი პარტია ოფიციალურად პირველად იღებს მონაწილეობას თავისი პარტიით. თქვენ ცესკოს წილისყრის შედეგად მოგენიჭათ ნომერი 3 და ასევე წარადგინეთ თქვენი მერობის კანდიდატი ზურაბ მახარაძე. რა მოლოდინები გაქვთ და ფიქრობთ თუ არა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად მერობის კანდიდატურებზეც გავრცელდება ის, რომ თქვენ მანტიას მოისხავს ქართული ოცნება და თქვენი მესიჯებით შეეცდება, რომ ისევ კახა კალაძეს გამარჯვებინოს თვითმმართველობის არჩევნებში. გაურთულდება, თქვა, ჩვენი მესიჯები, ჩვენი ხედვების საკუთარ თავზე მორგება, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი დარტყმა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს გასულ არჩევნებზე, ერთი იყო ის, რომ ჩვენი პარტია გაგვიუქმეს და ბევრი პარტია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, მაგრამ თუ ვინმეს ეთქმის და თუ ვინმეს პრეტენზია საფუძვლიანი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ორი პარტია გაგვიუქმეს მიყოლებით და ფაქტიურად შენი საკუთარი პარტიით რომ ვერ იღებ მონაწილეობას, ამან სერიოზული დარტყმა მოგვაყენა, ეს ერთი და მეორე, ეს ამ ფონზე, როცა პარტიის გაუქმება მოხდა და ტოტალური განწყობების დათესვა მიმდინარეობდა, რომ რადგან თავის პარტიით ვერ მიიღებენ ესე მონაწილეობას, გასვლის შანსი არ აქვთ და ნაცების მოbrunების საფრთხე დგას და აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვეცით თქმა, აი ამ მესიჯ ბოქსმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ჩვენ წინააღმდეგ, ძალიან დიდმა პროცენტმა ჩვენი ამორჩევლის გადამწყვეტ მომენტში ჩათვალა, რომ რადგან საფრთხე დიდია და საფრთხე მართლა იდგა ამ მომენტში, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ ვნახეთ რევოლუციის რეალური მცდელობა და ბაიდენის ადმინისტრაცია რო არ შეცვლილი იყო, ეს ალბათობა ამის მართლა დიდი იყო. ბევრმა ჩათვალა, რომ უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, ნაკლებ შეხედულებებიდან გამომდინარე, ნაკლებ მიმზიდველი, მაგრამ უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, უფრო საიმედო იქნებოდა, რომ ოცნებას არ დაეკარგა, ასე ვთქვათ, ხმები, აი მოახლოებული საფრთხის წინაშე. ეს მოცემულობა იდგა, რაც დრამატულად განარჩევდა ეხლა ამ არჩევნებისგან ვითარება, სადაც ეხლა ყველა ხვდება, რომ რევოლუციის გადატრიალების, დასავლური ძალების მობილიზების შანსები ნულთან მიახლოებულია. ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, ერთი რომ პირველ რიგში შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ამერიკის ადმინისტრაციის ცვლამ გამოიწვია ის, რომ რადიკალურად განსხვავებული ხედვა არსებულ ადმინისტრაციას ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტიურად მიატოვა მთელი ეს. ყოველგვარი ინტერესი აქვს დაკარგული აქაური პროდასავლური ძალების მიმართ, შესაბამისად მათგან არათუ ხარდაჭერა არამედ USAID პრაქტიკულად გააუქმეს და დახმარებები დრამატულად შემცირდა და ხედავთ, რომ ეს მთელი ეს ეგრეთ წოდებული ნაც სექტორი სხვა პარტიების სახით მათი ლიდერების დიდი ნაწილი ციხეში ჩასვეს და ხალხს რეაქცია არ აქვს. ან სრულიად მოშლილია იდეა, რომელზეც ოცნება პარაზიტირებდა, რომელსაც როგორც ახლა ირკვევა, რომელიც კვებავდა სინამდვილეში და მათ შორის ოცნების თურმე თანადაფინანსებით იკვებებოდა ეს ნაცების საფრთხობელას რეჟიმში ქვეყანაში ყოფნა, როგორც აგერ პრემიერმა აღიარა და ამ საფრთხის განცდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე შემცირებულია, ამიტომ ეხლა რეალურად ახლოვდება მოცემულობა, სადაც ხალხი მართლა იწყებს ფასეულობებით მსჯელობას, არა მსჯელობას იმით, რომ აი ნაცების მუდმივი ხელოვნურად შენარჩუნებული მოbrunების საფრთხე სულ გვიდგას, არამედ რეალური ფასეულობებით მსჯელობას, სადაც ხალხი აცნობიერებს, რომ მას გაუჩნდა ფუფუნება ხელისუფლებას მოთხოვნებით წაუყენოს იმ შეუსრულებელ დაპირებებზე, შეუსრულებელ ხედვებზე, ტყუილზე, რომელსაც რაღაც საკუთარ თავზე მათში არ არსებულ ფასეულობების მიკერებით ის ცდილობდა ხალხის შეცდომაში შეყვანას
ამ ყველაფერზე და პირველ რიგში რაც ეს ეგზისტენციალურ საფრთხედ ადგას ახლა ამ მომენტში ეს თვალსაჩინო გახდა მთელი მოსახლეობისთვის პირველ რიგში მიგრაციის უზარმაზარი ტალღის სახით, რომელიც ოცნების აქტიური პოლიტიკის შედეგია, ხალხი იწყებს გაცნობიერებას, რომ რაღაცა თუ არ შეიცვალა, რაღაც ალტერნატივი ძიება თუ არ დაიწყეს, თუ არ გაჩნდა რეალური ოპოზიცია, რომლის ხმასაც ექნება საზოგადოებაში, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ლეგიტიმაცია, არა ოპოზიცია, რომელიც თავის თავად, რომელსაც თავის მხრივ უფრო დიდი სეგმენტი საზოგადოების, რაც უნდა ეს უცნაურად ჟღერდეს, ოპოზიციად ყავს მნიშვნელოვანი სეგმენტი და ახლა ჩვენ აი ნაც სეგმენტს ხედავთ, რომ თავის მხრივ ოპოზიციის სახით უფრო დიდი ნაწილი, უფრო ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების იმდენად წინააღმდეგია მათი აზრში, რომ მათი კრიტიკაც კი ეფექტს ვეღარ იძლევა, საზოგადოება იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კრიტიკული ხმა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძალები, რომლებსაც შეუძლია ეს კრიტიკა გამოთქვან და ეს კრიტიკა გაიტანონ და ხელისუფლება აიძულონ უკან გადადგას მიუღებელი ნაბიჯებისგან პოლიტიკური ცვლილები და დაპირებების შესრულებაზე იმსჯელოს და ჩვენი პარტია ამ არჩევნებს უყურებს პირველ რიგში, ჩვენ არ განვიხილავთ ამ არჩევნებს როგორც მხოლოდ თვითმმართველობის მნიშვნელობის არჩევნებს. ჩვენი აზრია, რომ თავარი გამოწვევა, რომელიც ქართულ საზოგადოებას უდგას, პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნების და ალტერნატიული ძალების იმდენად გაჩენის და იმდენად გაძლიერების, რომ მათი ხმა, რომელიც ხალხის ხმა უნდა იყოს იდეაში და ეს არის ბუნებრივი мотиваცია პოლიტიკური ძალების, რომ თუ მას პოლიტიკურ ძალას წარმატება უნდა ის იძულებულია სხვანაირ წარმატებას ვერ აღწევს, რომ ხალხის ხმის ტრანსლირება მოახდინოს. ხალხის ხმის ეს ტრანსლირების მექანიზმი, რაც ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, პარტია ხალხის ხმის ტრანსლირების მექანიზმი პარტიის სახით იყოს რაც შეიძლება ეფექტური და ძლიერი. პარტიების სახით იდეაში, მაგრამ ჩვენი მხრივ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენს ძალაზე ვიმუშაოთ და ჩვენ ძალაზე ვიმუშაოთ. ჩვენ თავარ ამოცანთ ამ არჩევნებში ხედავთ ალტერნატიული ოპოზიციური ველის გაძლიერების ამოცანას და ამ გათვლით შევდივართ ამ არჩევნებზე და რა თქმა უნდა ამ გათვლის სახით ამ გათვლის წიაღში ჩვენ გვაქვს ჩვენი აუცილებელი მოთხოვნები, ჩვენი ხედვები და ერთ-ერთი მთავარი ხედვა რაც არის მიგრაციის პოლიტიკის გაუყოვნებლივ გამკაცრება, ამაზე მიწოლის მექანიზმად გვინდა იქცეს ერთგვარ ტრამპლინად შეიძლება ასე ვთქვათ, იქცეს ეს არჩევნები როგორც ლეგიტიმაციის მექანიზმის მქონე ეფექტი, იმისთვის რომ ჩვენ მეტი მიწოლის საშუალება გქონდეს და რაც შეიძლება სწრაფად ვაიძულოთ გაამკაცრონ საიმიგრაციო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც დროში საფრთხე ისეთი ტემპით იზრდება, რომ შეიძლება საზოგადოებამ გაცნობიერება ვერც კი მოასწროს, იმდენად სწრაფად შეიძლება მივიღოთ ეფექტი, რომელიც შეუქცევადი იქნება. დიახ, ჩვენ ნახეთ მიგრაციასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის იმდენი მიგრანტი, რამდენსაც აჟღერებენ ხოლმე ის ადამიანები, ვინც ამით უკმაყოფილებას გამოთქვამს. თქვენი პოზიცია რა არის ამასთან დაკავშირებით და აი სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის ციფრი, რაც საქსტატმა დადო თავის მონაცემებში? ანუ ჩემთვის სრულიად გაუგებარია და ძალიან შემაშფოთებელია პოზიცია, რომ თურმე რამდენიმე ასეული 1000 მიგრანტი ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა არის უკეთეს შემთხვევაში, თუ ამას დაუჯერებთ და დიდი კითხვის ნიშნებია საქსტატის მონაცემები, მაგრამ რომც დაუჯეროთ და წარმოვიდგინოთ, რომ მართლა 3.9 მილიონია, რაც საქსტატმა წარმოგიდგინა, ამდენად მცირე მოსახლეობის პირობებში, სადაც ქართული ნაწილი მოსახლეობის კატასტროფული ტემპებით გაედინება ქვეყნიდან, ამ ვითარებაში ხელისუფლება ამბობდეს, რომ ქვეყანაში არის რამდენიმე ასეული 1000 მიგრანტი და კარგად ყოფილა ხალხო საქმე, ანუ რა რაოდენობაც მათი მონაცემებით პირდაპირ დათვლით ირკვევა, ეს არის ამ ქვეყანაში ეროვნული ქართული მოსახლეობის დაახლოებით 10% გამოდის მიგრანტების რაოდენობა.
10%, რომელიც თვალსა და ხელში რამდენიმე წელიწადში იქცა 10%-ად თუ ეგ მოკვდინებლად სახიფათო რაოდენობა. მოდი გავუყვეთ რა რაოდენობაზე, საერთოდ რა თქვა საქსტატმა, რა რაოდენობა დაგვისახელა. ერთ-ერთი მთავარი ეჭვის საფუძველს, რაც ზოგადად საქსტატის მონაცემებში და ხელისუფლების მიდგომაში იძლევა 258,000 მიგრანტი არის დასახელებული საქსტატის 258,000 თუ რეალურად დავთვლით იქ რაც დაგვისახელს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა გუშინ თქვა, რომ სულ 200,000 იყო და არ არის სახიფათო. ანუ 60,000, 58,000 მიგრანტი მათივე დასახელებულ მონაცემებში უცებ გააქრო პარლამენტის თავმჯდომარემ. როცა ასეთ თვალშისაცემ მანიპულაციას ახდენს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მან ცალსახად იკითხება მათი мотиваცია. ანუ მათი мотиваციაა არსებული მონაცემები, მათ შორის მონაცემები, რომლებიც თვითონ წარმოადგენს, ისიც კი შეამცირებდა და მანიპულაციური ფორმით მიაწოდა ხალხს, რომ მათში არსებული ნეგატიური განწყობები, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ადამიანებს ჩააცხოთ. ეგ ნიშნავს, რომ თუ მათი ამდენ ცალსახა мотиваცია ვითარების რაღაცა საფრთხის ხარისხის შემცირების მანიპულაციურად, მაშინ თვითონ საქსტატის მონაცემებით სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება. ჩვენ რა ვიცით, რომ ის 258,000, რომელიც მათ ციფრა წარმოგვიდგინეს, ეგეც რეალური ციფრები ან რა უშლის საქსტატს, რომ პირობითად პირობითად ვამბობ, თქვა 358 ან 458 რო ყოფილიყო რეალურად ამათი თქვა 258-აო, ამ რა უშლით მაგ ტყუილს როგორ დაუმტკიცებთ საპირისპირო, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გარშემო ხედავთ, რომ აშკარად მოიმატა მიგრანტების რიცხვი და შეუერთებელი თვალითაც ჩანს. ამითი მივიჭერთ. ეხლა რეალურად რა რაოდენობა დაგვისახელეს. საქსტატმა თავისი ეს კვლევა საყოველთაო აღწერა ჩაატარა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და გითხრა, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ რაც დავთვალეთ, კონკრეტულად აღწერეთ 3.9 მილიონი ადამიანია ქვეყანაში და აქედან 12 თვის განმავლობაში საქართველოში მაგ მომენტისთვის ვინც იმყოფებოდა, ეგეთი უცხოელები არიან ამ რიცხვის 6.6%. 6.6% 3.900,000 არის 258,000. ანუ მაგ მომენტისთვის, გასული დეკემბრისთვის 12 თვე რო იყვნენ საქართველოში, ასეთი ხალხი იყო 258,000. 11 თვე, 5 თვე, 2 თვის შემოსულები ვინც იყვნენ, ყოველ დიდი ხანი რო აპირებდნენ ნაწილი დარჩენს, ასეთი ხალხი არ ჩაუთვლიათ. მან არა და გასულ წელს 2024 წელს მათივე სტატისტიკით, საქსტატის მონაცემებით, შესვლა გამოსვლის მონაცემებით დამატებით 13,000 ისეთი უცხოელი შემოვიდა, რომელიც არ გასულა უკან. ანუ მინიმუმ 13,000 უნდა დამატებოდა, მაგას ოღონდ ეგ არ მიათვალეს. ასევე ამ რიცხვში აღწერილი არის ცხადია აღწერის შემდეგ შემოსული ხალხი, ანუ 2025 წელს შემოსული ხალხი და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე აქტიური შემოდინების მათ ჩანს, რომ აზიიდან ყველაზე მეტი ხალხია ეხლა ემატება, უბრალოდ რასაც შეუიარაღებელი თვალით ქუჩებში ვხედავთ, ეგ ხალხი არ არის დამატებული და ასევე მანდ არ არის დამატებული ხალხი, რომელზეც შსს მინისტრმა გითხრა, მინისტრის მოადგილემ, რომ ქვეყანაში არის 25 დაახლოებით 25,000 ან შეიძლება მეტი არალეგალი მიგრანტი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვითვლით, მაგრამ ვიცით, რომ შემოვიდნენ და არ გავიდნენ. ანუ აღწერის პროცესში ვერ აღწერეს ეს ხალხი, მაგრამ იციან, რომ ვიღაცები შემოვიდნენ, არ გასულან და აქ ტრიალებენ, სადღაც დაახლოებით 25,000. ანუ გამოდის, რომ 258,000 უნდა დავუმატოთ 25,000 ეს არის უკვე 283,000. უნდა დავუმატოთ ის ხალხი, რომლებიც 12 თვეზე ნაკლები დროის წინ შემოვიდნენ მაგ მომენტისთვის, ეგ კიდე რამდენიმე შეიძლება 10,000 იყოს მინიმუმ 13,000 და უნდა დავუმატოთ წელს შემოსული ხალხი. ასევე მაგას უნდა დავუმატოთ ხალხი, რომლებიც უცხოელები, რომლებიც მოქალაქეობა უკვე მიიღეს და აქ ცხოვრობენ და იქ ჩაითვალა აღწერის პროცესში, რომ ეს ხალხი არის საქართველოს მოქალაქეები, რაც უკვე 300,000 მნიშვნელოვნად ცილდება ეს მაჩვენებელი და იქ არ ვიცით რამდენი ცილდება, რამდენს გვატყუებს საქსტატი, შეიძლება 300,000 გაცდეს დრამატულად, 400,000 მიუახლოვდეს. ანუ ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის 10%-მდე არის მიგრანტი, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ. ეგ თუ მით უმეტეს ასეთ ტემებს გავითვალისწინებთ, მით უმეტეს გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შობადობა ქვეყანაში დაეცა 35%-ით, 60,000 ბავშვი იბადებოდა წელიწადში 2014 წელს და 39,000 ბავშვი დაიბადა 2024 წელს. ანუ
არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია ვარდნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახების გრევის მაჩვენებელი არის ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა, ანუ რა რაოდენობის ოჯახებიც იქმნება, იმის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად ყოველწლიურად ინგრევა. თუ გავითვალისწინებთ ქართველების გადინების მასშტაბს და ამათივე საქსტატის შემოსვლა გასვლის მაჩვენებლებით საქართველოში 12 წლის განმავლობაში 316,000 ქართველით მეტი გავიდა, საქართველოს მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ანუ ფაქტიურად მივიღეთ მოცემულობა, სადაც 300,000-ზე მეტი ქართველი ქვეყანა წავიდა და მათი ადგილი დაიკავეს უცხოელებმა. ეგ არის სურათი და სულ რაღაც 10 წელიწადში. ეს თუ ასეთი პროცესი გაგრძელდა კიდე 5-7 წელიწადი, მან დემოგრაფიული სურათი ისეთი იქნება, რომ პრაქტიკულად შეუქცევად სახეს მიიღებს. ანუ ჩვენ აღარაფერი აღარ შეგვეძლება, ჩვენ აღარ გვექნება ბერკეტები, რომელთაც პოლიტიკური ბერკეტები, არ გვექნება სოციალური, ეკონომიკური ბერკეტები იმისთვის, რომ ხალხის აი ამ დემოგრაფიული ყდომის ან ცალსახა პროცესის რამენაირი შემოტრიალება, დემოგრაფიული გარდასახვის ამ პროცესის შემოტრიალება შეგვეძლოს. ამიტომ სინამდვილეში თუ რამეს აქვს ეფექტი, არის პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენას. თუ ჩვენ არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას აზიანებს და ეს პოლიტიკურად აზიანებს და ეს ზიანი ხელისუფლებას უჩენს მოტივაციის იძულებულს ხდის ხალხის დაკვეთის კვალად იმოქმედოს, სხვანაირად ეს არის რაც ხდება და სხვანაირად ხელისუფლებამ გასაგებად გითხრა რას აპირებს. ხელისუფლებამ გითხრა, რომ რამდენიმე ასეული 1000 კაცი რო არის ქვეყანაში, არ ყოფილა პრობლემა, ცოტაა, კარგად ყოფილა ხალხო საქმე, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. ეგ არის ერთ მხარეს არსებული არჩევანი და მეორე მხარეს მაგალითად ვარ ჩვენ ვინც ვამბობთ, რომ კატასტროფაა ახლა რასაც ხედავთ, რა ციფრებიც წარმოადგენს, ეგ არის კატასტროფა და მაგაზე ვინც ამბობს, რომ ეს არ აუშავს და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ეგ არის მინიმუმ იდიოტობით რეჟიმში მყოფი მავნებელი ან შეგნებული მოღალატე და მეორე მხარეს არის ხალხი, ვინც ამას კატასტროფად მიიჩნევს და გააქვთ ალტერნატივა, რომ ამის პოლიტიკური ბერკეტები მოგცეთ იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს მეტი ეფექტით მიწოლა ხელისუფლებას და მისი გეგმების მიმართ. და გეგმები გაჟღერებული აქვთ. არჩევნების შემდეგ და შემთხვევითი არ არის რატო არჩევნების შემდეგ აპირებენ 6 მილიარდიანი ინვესტიციების, აი არაბული ინვესტიციები, არაბული ქალაქების მშენებლობას გონიოში და ბათუმში და მაგ მასშტაბის ფინანსური ინტერესთან დაპირისპირება არ იქნება მარტივი. ჩვენ მაგის ზაობას გამოვთქვათ, უბრალოდ მარტონი ამას ვერ გავწვდებით, ამაში გჭირდება ხალხის გვერდში დგომა, ჩართულობა, აქტიური თანამებრძოლობა და პოლიტიკური ლეგიტიმაცია არჩევნების საკითხი. დიახ, ქვეყნის ყველა დედაქალაქში აპირებთ, რომ დააყენოთ მერობის კანდიდატები? არა, მხოლოდ თბილისში გვეყოლება მერობის კანდიდატი, დანარჩენ ქალაქებში გვექნება წარმოდგენილი ჩვენი კანდიდატების, საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიები და ასევე გვეყოლება უდიდეს ნაწილში დასახლებების, გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოდგენილი. ყველ სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს იმისი რესურსი, სათანადო რესურსი, მათ შორის ამას ჭირდება მათ შორის ფართო საკადრო ეფექტური რესურსი იმისთვის, რომ ეფექტურად შეგვეძლოს მერობის კანდიდატობისთვისაც ბრძოლა. მაგრამ ზურაბ მახარაძე წინა საარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურადაა ჩართული და მისი ვიდეო რგოლები ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც და ასევე ტელევიზიაშიც. რამდენიმე დღის წინ ზურაბ მახარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სადაც აცხადებდა, რომ კახა კალაძემ ნამდვილად ააყვავა ღამის ცხოვრება და ამ აყვავებაში კაზინოები, კლუბები და საროსკიპოებიც მოიხსენია. დღეს კი ვნახეთ, რომ 12 საროსკიპო დახურა ქართულმა ოცნებამ და ეს მხოლოდ ერთი არ არის, თქვენ მიგრაციაზე როგორც კი დაიწყეთ საუბარი, მაშინვე პოლიციამ უკვე დაიწყო აი ამ ინდოელების და პაკისტანელების ქუჩაში დაკავებები და აი რას ფიქრობთ ამ პროცესებთან დაკავშირებით, აი ქართული ოცნება გისმენთ და თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თავის პასუხსაც აჟღერებს ხოლმე ამ ფორმით. რომ აი ზურაბ მახარაძემ როგორც კი ვთქვა, რომ საროსკიპოები არის პრობლემა, მეორე დღეს თუ მესამე დღეს უკვე 12 საროსკიპო დახურა ქართულმა ოცნებამ. ზოგადად აი მაგალითად სოციალურ ქსელებში ხშირად მიდის ხოლმე კრიტიკულად განწყობილი მომხმარებლებისგან მოდის ესეთი მოთხოვნები, შენიშვნები, რომ აი ლაპარაკის გარდა რამე გავაკეთოთ. სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების თავარი ეფექტი არის
მოთხოვნების დაყენება, ამ მოთხოვნების ეფექტურად ტირაჟირება იმისთვის, რომ საზოგადოებაში სათანადო განწყობები და დაკვეთები გაჩნდეს, ანუ გაჩნდეს პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლებაზე, ამ ხელისუფლება ასეთი პრინციპით ხო არ მოქმედებს, რომ მოდი აბა ამათ მოусმინოთ, რა სიტყვიან და იქნებ კარგი რაღაცა თქვან, აქამდე არ ვიცოდი და მოდი გავაკეთოთ. სინამდვილეში დაახლოებით რა არის კარგი და ცუდი ობიექტურად საზოგადოების მაგის მეტნაკლებად მიხვედრა, შეუძლია ახლა ხელისუფლებასაც და სხვაებიც ხვდებიან დაახლოებით რა დაკვეთები შეიძლება იყოს საზოგადოებაში. უბრალოდ სანამ ამ დაკვეთას არ აქვს ძლიერი ეფექტი, ძლიერი ზეწოლის ეფექტი, სანამ იმდენად კონსოლიდირებული არ არის ესა თუ ის აზრი, რომ ამ აზრის არ მიყოლა დამაზიანებელი გახდეს, მანამდე ამაზე არავინ არ რეაგირებს. გვახსოვს მაგალითად იგივე გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით ჩვენ რო თავიდან ვიწყებთ ამაზე აქტიურობას. ამაზე არათუ ვინმე არ განიხილავდა მსგავს ცვლილებას, ამათ ხელისუფლება გვიტევდა ოპოზიციაზე, იქ პროდასალურ ოპოზიციაზე ლაპარაკიც არ არის, დაპატიმრების მოთხოვნები, იქ რაღაცა მეებს აწერდნენ, მემორანდუმებს აფორმებდნენ, რომ ამას მიყვებიან, მათი რიტორიკა საგიჟეთი ხდებოდა თვითონ მათივე ტელევიზიებში ჩართვა იყო გაუსაძლისი რაღაცა გიჟურ პერფორმანსებით გამდენ ეკლესიებში შევარდნით, იქ რაღაცა ჟურნალისტები წირვის დროს სასულიერო პირებს პირდაპირ წირვის დროს უწყებდნენ დაკითხვების ცდელობებს, იქ რაღაც აივნიდან ხალხს ყრიდნენ, რაღაც სიგიჟეები ხდებოდა. მამას შალვაც ვნახეთ მწყობრიდან გამოსული წირვაზე რომ მიადგნენ ოპოზიციური ტელევიზიები. ანუ აგრესიული პოლიტიკა ტარდებოდა, რომელზეც ითვლებოდა, რომ ესეთი პოლიტიკა ან მომგებიანი, ან არ არის დამაზიანებელი. კონსოლიდაცია საპირისპირო აზრის, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ამ შეხედულების ტირაჟირებას დაიწყებს, იმდენად დაზიანდება, რომ არ უღირდეს, ამას დაჭირდა წლები, ამის მიღწევა მოხერხდა პირველ რიგში ლაპარაკით და არგუმენტების წარმოდგენით, ეგ არის პოლიტიკოსის მთავარი ამოცანა, წარმოადგინო არგუმენტები, საინფორმაციო ბრძოლაში მოიგო, კონსოლიდაცია მოახდინო შესაბამისი აზრის იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მარცხდებოდეს და აღარ უღირდეს იგივეს გამეორება და დღეს მარტო ხელისუფლებისგან კი არ ხედავთ კონსერვატიზმისკენ გადახრას. ჩვენ იგივე პროდასავლელების აქციებზე ხედავდით, რომ ახალგაზრდობა, რომელიც იქ ტრიალებდა, თუ მანამდე წინა წლების აქციებზე რადიკალურად ლიბერალური შინაარსი ქონა ამ აქციებს, ტაძარში იმ ჯვართან, რომელიც ჩვენ აღმართეთ პარლამენტთან სანთლებს ანთებდნენ და ისიც ცდილობდნენ ნაწილი იმიტირებას კონსერვატიზმის, ნაწილი რეალურად LGBT დროშიანი ბიჭიც გააგდეს აქციიდან, როგორც ნახეთ და პრეტენზიაც გამოთქვა ამ ბიჭმა. კი, ანუ მაგის მიღწევა შესაძლებელი იყო ლაპარაკით, საინფორმაციო ბრძოლით, არგუმენტების წარმოდგენით. ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებ, როგორ გეკითხებიან თქვა ლაპარაკის იქითაც გავაკეთოთ რამე, მაგას დავასახელებ რა გეგმები გვაქვს ლაპარაკის იქით, მაგრამ ლაპარაკი არგუმენტების წარმოდგენა საინფორმაციო ბრძოლის მომგება არის მთავარი კომპონენტი ამ ბრძოლის. და ის ფაქტი, რომ ჩვენს ხედვებს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით, მიგრაციასთან დაკავშირებით შეიძლება იმიტაციურია ეხლა კოსმეტიკურ ცვლილებებს კი წარმოგვიდგენ და რეალურად არანაირ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა არ არის რაღაცა კვირაში ერთხელ 22 კაცის გაძევება, როცა 1000 კაცი ჩამოვიდა იმ დროში, მაგრამ კოსმეტიკური ცვლილებები ნიშნავს, რომ შენ მიგყავს უახლოებ მოწინააღმდეგეს იმასთან, რომ ბოლოს აიძულო რეალური ცვლილებები, როგორც მაგალითად გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე მოხდა. ამ ცვლილებების დაანონსება, რასაც ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე და შემდეგ ხელისუფლება იგივე ნარკომანიასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც მოვახერხებთ იგივეს, ვაიძულებთ საკუთარი დაპირებების შეასრულონ. ეს ხერხდება იმით, რომ ჩვენ საინფორმაციო ბრძოლაში ეფექტურად კონსოლიდირებას ვახდენთ საზოგადოებრივი აზრის და საკითხი დგება ეგრე. ამას თუ არ შეასრულებთ, აი სხვას მივცემთ ხმას. ამ პროცესის აუცილებელი კომპონენტია როგორც მსჯელობა საინფორმაციო ბრძოლაში, ისე ალტერნატივის არსებობა. ალტერნატივა, თქვა, ბიულეტენთან რომ მივა ადამიანი და არჩევნებზე ხმის მიცემა შეიძლება. იქ თუ არ არსებობს ალტერნატივა, ან ხელისუფლებას თუ არ ეშინია, რომ მე კი დავზიანდი, კი აღარ მოწონვარ ხალხს ამასზე, თქვა, აკრიტიკებს ხალხი, მაგრამ რომ მივა არჩევნებზე, სხვას მაინც ვერავის ვერ მისცემს, სხვა მაქსიმუმ ხაბეიშვილი აღმოჩნდეს იქ არჩევნების მენიუში. ეგ ნიშნავს, რომ შენ სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის სრული კომპლექტი არ გაგაჩნია. ამიტომ
ეს არის ჩვენ რასაც ეფექტურად ვაკეთებთ, ალტერნატივა ჩვენი პარტიის სახით შევქმენით და ეფექტურად ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ ხალხში საპირისპირო აზრის კონსოლიდაცია მოვახდინოთ და ამის იქით თქვათ ჩვენი გეგმებზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულ მაგალითად საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას, პირდაპირ კანონით იყიდება ბინადრობის მოწმობა საქართველოში, რომლის გაგრძელებაც დროებით ბინადრობის მოწმობა, რომლის გაგრძელების უფლება აქვს 10 წლით, 10 წლის შემდეგ უვადოზე ეგრევე შეიტანს და უვადო ბინადრობის უფლებას იღებს, ან მოქალაქეობაზე თუ ენა ისწავლა და ისტორია ისწავლა რაღაც საბაზო დონეზე. ამის ცვლილება არის მოთხოვნილი ამის ცვლილების გარეშე, ანუ გაყიდვა რო ხდება, ვაჭრობა რო ხდება ბინადრობის უფლების, ამის ცვლილების გარეშე ვერაფერი ვერ გამოსწორდება რეალურად ამ კუთხით. ვაგროვებთ ხელმოწერებს პეტიციაზე, რომ შევიტანოთ პარლამენტში, ვაიძულოთ პარლამენტი ეს კანონი განიხილოს. და ასევე გეგმავთ აქციას სექტემბერში, მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას და ამ საქმისთვის ვაკეთებთ. პეტიციაზე ხელის მოწერა სად შეუძლიათ მოქალაქეებს, ეგეც რა ვთქვათ? პეტიციაზე ხელმოწერა შეუძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ოფისში, მოგბრძანდეთ. ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, სააკაძის მეორე გასასვლელი 11 ნომერში, ან ჩვენ სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდი ნახონ, ჩვენ გვერდზე Facebook-ზე კონსერვატორები ქვია ჩვენ გვერდს, ნახონ ჩვენი გვერდი, იქ არის მიმაგრებული ფაილი პეტიციის ფურცლი, შეუძლიათ გადმოწერონ, შევსებოთ, გადმოწერონ და მოგვიტანონ. ეს ქაღალდის ფორმით ან ფიზიკური ფორმით უნდა მოგვიტანონ, უბრალოდ შეუძლიათ გადმოწერონ, ამობეჭდონ, ანუ ეს დოკუმენტი შეავსებინონ ხალხს და ფიზიკური ფორმით მერე მოგვაწოდონ ან ჩვენს ოფისში ან რაიონში, ჩვენ ყველა რაიონში პრაქტიკულად. და აქცია ხსენეთ თქვენ, ეს აქცია რასთან დაკავშირებით გაიმართება? მიგრაციასთან დაკავშირებით, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხო? კი, აქცია გაიმართება მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ სექტემბრის ბოლოსთვის დავასრულებთ ხელმოწერების შეგროვებას. ეს ხელმოწერები არის ხელმოწერები ტარდება მოთხოვნით, რომ პარლამენტმა განიხილოს ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები და ვალდებულება ექნება ამის განხილვის. და ეს მრავალ ათეულათასიანი ხელმოწერების სიას იმ ხალხთან ერთად მივიდათ პარლამენტში, ანუ შინაარსი იქნება შეკრების, თუ ვინმე ეჭვიეპარება ამ ხელმოწერების ლეგიტიმურობაში, რა ვიცი, თუ ვინმე ჩათვლის, რომ საკმარისად ბევრმა ხალხმა არ ისურვა, ვთქვათ, ასეთ ცვლილებები, ფიზიკურად მივიტანთ ათეულობით ათასი ადამიანი ამ ხელმოწერების სიას. და აი ყველა ერთად ჩავაბარებთ პარლამენტში და ვეტყვით, რომ მოვთხოვთ, რომ აი აგერა ვართ. ის ათეულობით ათასი ადამიანი, არასრული შემადგენლობით ცხადია, იმიტომ ბევრად მეტ შევაგროვებთ. მაგრამ ამ ხალხის რაოდენობა უნდა იყოს ძალიან დიდი იმისთვის, რომ ყველას ესმის, ეს არის ნებისმიერი აქცია არის ხალხის ნების დემონსტრირება, თვალსაჩინო დემონსტრირება, ეს არის საინფორმაციო ბრძოლის უნიშნელოვანესი ნაწილი. ხალხს რო უყვები, რომ ჩვენ შევაგროვეთ, ჩვეულებრივ ამოვრჩევით. მათ შორის შეიძლება შეინდოს რო უყვები, რომ ჩვენ შევაგროვეთ პირობითად 100,000 ხელმოწერა, იქ ამ მოვლენის სათანადო ემოციური განცდა არ წმენა, რომ მართლა შეაგროვეს ყველაფერი, შეიძლება კითხვის ნიშნის დააყენოს, ქვეშ დააყენოს ვინმემ და სათანადო განცდა არ ქონეს საბრძოლო სულისკვეთება და სათანადო ლეგიტიმაციის განცდა. ამიტომ ხალხით უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, რომ აი ამდენი ვართ და ამდენმა ხალხმა მართლა მოვაგროვეთ ეს ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ხელმოწერები. დიახ, აქციებზე საუბრობთ და ბარემის თემაც განვიხილოთ. 13 სექტემბერს ჩაინიშნა ოპოზიციის აქცია. რას ფიქრობთ, საქართველოში რევოლუციას უნდა ველოდოთ, რა იქნება შემოდგომაზე და თუ ქართული ოცნება შეეცდება, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალოს ოპოზიციის რევოლუციის მცდელობას. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რევოლუცია აუცილებლად უნდა მოხდეს, თუმცა არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაინტერესებულა ამ ფაქტთან დაკავშირებით და არ განუხილია მისი განცხადება. ეს ისჯება არა და ხო ასეა, მოწოდებას კი ისჯება, მგონი ასე. მასეთი განცხადებები იმდენი გაკეთდა და არავის რეაქცია არ ქონია, რომ გასაგებია რა არც ექნება არავის რეაქცია და ხაბეიშვილი რასაც აკეთებს ახლა, რაც ორკაციანი შემადგენლობით თან იმ რეჟიმში, როცა დანარჩენი ოპოზიცია ამბობს ამაზე, რომ ეს რაღაც სისულელეს აკეთებს, არაფერს არ გეგმავთ. 4 ოქტომბერს და რა ვიცი რაღაცა მე მგონი შემოგდებული თემაო. ეგ ძალიან გავს იმას, რომ ხაბეიშვილზე ნათქვამი ეს სუსიდან ფინანსდებოდა და
ჩვენი აგენტი იყო, ეგ თლად მან არ დასრულებულა, სადაც ახსენა პრემიერმა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ სუსი ვიღაცას რო აფინანსებს, არ ვიცი, 5000 ლარს უხდიდნენ თუ რამდენს უხდიდნენ, ვიღაცას რო აფინანსებს, მაგაზე იმდენი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, რომ ამას აი ამდენს უხდიდნენ და ასე უხდიდნენ და როგორ აძლევდნენ და ასე ლაპარაკებოდნენ, რომ ასეთი ფიგურის სადღაც გასვლა არ ითვალისწინებს პოლიტიკური სიკვდილის გარეშე, ანუ რაღაცა წინააღმდეგობაში გადასვლას. აქედან გამომდინარე, ხაბეიშვილი თუ მართლა იღებდა და როგორც ჩანს, მე მჯერა ჩვენი პრემიერის ამ ნაწილში და როგორც ჩანს მართლა იღებდა, მათ ხო ეცოდინებათ ვისაძლებდნენ, ვის არ აძლევდნენ. ეხლაც თანამშრომლობის რეჟიმში იქნება და რასაც ეხლა ხაბეიშვილი ლაპარაკობს, არავის საგონებაში ოპოზიციურ ფლანგზე ნაცების ჩათვლით ეგ არ აწყობს თუ ვინმეს ესეთი ინტერესი გააჩნია, რომ რაღაცა ყავის ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს 4 ოქტომბერზე საუბრით არის ოცნება, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს საკუთარი ამორჩევლის მობილიზების. ახლა რაღაც თხოვნა აუხსნას, რომ აქაც საუბარია არადასაქმებულ ამორჩევლებზე და არა თქვა მოსებულ ამორჩევლებზე. ვიღაცა ნეიტრალური თხოვნა მიიყვანონ იქ არა, რაღაცა აქტივობა ხოლმე დაფიქსირდეს, რაღაცა ლეგიტიმაცია ხო ჭირდება. ძალიან არაგონივრული, არა ინტელექტუალური უნარების მქონე ნაწილზე ცდილობენ ეფექტი მოახდინონ ის, რომ არიქა ხალხო ხაბეიშვილი და ბურჭულაძე ეხლა რევოლუციას მოაწყობენ და გადაატრიალებენ. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც ხაბეიშვილზე იძახის, რომ შემოგდებული თემაა და მე მგონი რაღაცა ოცნების ინტერესებს ლობირებს ამ აქციით, რომ ის მეორე ნაწილი დაყუფილი, უკვე არაერთიანი, შიდა დაპირისპირებაში ყოფილი ოპოზიცია, რომელიც მანამდე ერთიან რეჟიმში ატარებდა აქციებს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი სერიოზულად გაუმაგრებდა ზურგს, იმათ ახლა ვერაფერი ვერ მოახერხეს, აქციების პროცესი მინელდა, გასაგებია, რომ არჩევნებამდე თუ რამე ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, აი თეორიულად ვითარების დაძაბვის ეს არის უვიზო მიმოსვლის გაჩერება, გასაგებია რომ გარჩევნებამდე ვერ მოხდება უკვე და არ ესწრება, ან ფიზიკურად არ არის. 31 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება. არა, 31 აგვისტოს. იქ უნდა განიხილონ. 31 აგვისტოს გაზდის ვადა. დიახ, რეკომენდაციების შესრულებას, უბრალოდ ოქტომბრის თუ არ ვთქვი 20 რიცხვამდე არ არის დაგეგმილი არანაირი ღონისძიება, რომელსაც ფიზიკურად შეუძლია აქ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე თეორიულად მაინც ჯელობა. ამიტომ არჩევნებამდე მასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. იქ შეიძლება ვიღაცამ მაქსიმუმ გამოთქვა შეშფოთება სექტემბრის პერიოდში. ეგ არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გამოთქვა. პრომოციაში ანონსებს ხოლმე ხო, იქიდან გამოჟონილი ინფორმაციებს. კი, და შეშფოთება ვერ იქნება სათანადო ეფექტი, ეგ შეშფოთებაზე მეტი იყო დათქმა, რომ 31-მდე გაგვთ ვადა, ხო? ეგ იყო კონკრეტული ვადის დათქმა. ამ დათქმამ არ გამოიწვია აქ რევოლუციები და არეულობები, ხო? შესაბამისად, ახლა მაქსიმუმ რაღაცა შეშფოთებები გაჟღერდეს სექტემბერში, არაფერი მსგავსი არ იქნება იმისი ახლოსაც კი საფუძველი, რომ აქ რაიმე დრამატული დაძაბვა მოხდეს. ამიტომ სინამდვილეში სექტემბერი იქნება უბრალოდ 7 ოპოზიციის ერთმანეთში ჭიდაობა, ერთმანეთში რაღაცა ერთმანეთზე ყეფა და ოცნების მიერ წახალისება ოპოზიციური ფლანგის ნაწილისა, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა ილაპარაკონ რევოლუციაზე, რომ მეტი ხალხი ოცნების ნაცების მოbrunების შიშით შეპყრობილი ამორჩევლის ნაწილისა მიიყვანონ ამ დროს არჩევნებს. ხომ არ ელოდებით, რომ 31 აგვისტომდე ქართული ოცნება აი ამ პუნქტების შესრულებას ცოტათი მაინც დაიწყებს. ეს არის უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება და ნუ ხომ არ თვლით, რომ ამ კანონებს უკან წაიღებენ ოჯახური ღირებულებების შესახებაც. ძნელად წარმოსადგენია მასეთი ვერსია, იმიტომ რომ ეგ მოთხოვნები ფაქტიურად ისეთი ფორმულირებით იყო წარმოდგენილი, რომ პრინციპში შესრულებას არ ექვემდებარება. ჯერ ერთი მოთხოვნების დიდი ნაწილი იმდენად ბუნდოვანი ფორმით იყო, რომ მან ცოტა რა უნდა შესრულდეს, ანუ რა მომენტში, რა ფორმით შეგიძლია თქვა, რომ აი ეს შევასრულე და ეხლა ხო აღარ მიჩერებ. უვიზოს გაუგებარია, იმიტომ რომ აი ზოგადი რაღაც ფორმულირებები იყო იქ, რაღაცა ზოგადი დემოკრატიული ფონის გაუმჯობესების. აქედან გამომდინარე, მაგ ნაწილში ევროპა იტოვებს შესაძლებლობას, რომ რაც არ უნდა გააკეთო, როგორც წყვეტს, ისე გადაწყვეტოს.
მანდ იყო სინამდვილეში ორი მნიშვნელოვანი რეალური გაწერილი შავი თეთრზე მოთხოვნა გააუქმონ ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, რუსულ კანონს რო ეძახდნენ სინამდვილეში ამერიკული კანონის ანალოგია, რომელიც NGO-ების დაფინანსების თემის რეგულირებას ეხება და მეორე მთავარი წინაღობა რაც არის რეალურად გარყვნილების პროპაგანდის ამგზავრული კანონი, რომელიც არის კარგი კანონი, რომელიც არის მართლა ძალიან საჭირო კანონი და რომ ნახოთ იქ არის თუ ამ კანონს მართლა აღასრულებს ხელისუფლება, თუ ეხა რომ ვნახოთ ხედავთ თქვა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ლიბერალურ პროპაგანდას, თლად ეს კანონი შესრულების რეჟიმში არ არის, მაგრამ როგორც კანონი არის სწორი და მნიშვნელოვანი კანონი. ამ კანონის გაუქმება ხელისუფლებას უმტკივნეულოდ რო შეეძლოს, ვთვლი რომ სიხარულით გააუქმებდა. უბრალოდ ხელისუფლება დგას გაუმოვალ ჩიხში, სადაც ერთის მხრივ მოიმდურა და მოbrunებას აღარ ექვემდებარება პროდასალურად განწყობილი ამორჩეველი და მეორეს მხრივ ფაქტიურად თლიანად მისი მდგრადობა ჩამოეკიდა დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ კონსერვატიულად განწყობილ ამორჩეველზე და ეს ამ ამორჩევლის განაწყენება მისთვის შეიძლება იყოს სუიციდის ტოლფასი. დიახ, და ეხლა რომ ამ კანონის გაუქმება გამოცხადდება განაჩენი ქართული ოცნებისთვის ეს როგორ აისახება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოხდება ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ალბათ გარდაუვალს გავს. უბრალოდ დასავლეთი ეხლა ძალიან არის კონცენტრირებული უკრაინის თემაზე. უკრაინის თემის მოლაპარაკებების პროცესის გაწელვის კვალად დასავლეთი ვერ დგამს, ვერ იყალიბებს საქართველოსთან მიმართ განსაზღვრულ პოლიტიკას. ანუ ერთი პოლიტიკა იქნება არჩეული ტრამპის მიერ, ამას ერთ პოლიტიკას იგივე პოლიტიკას აირჩევს ევროკავშირი, სხვა პოლიტიკის შემთხვევაში სხვა პოლიტიკას აირჩევს. თუ დაალაგდნენ, პირობითად ვთქვათ, თუ დაალაგდნენ უკრაინაზე ვთქვათ, შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს, გააჩერონ საომარი მოქმედებები, რუსეთთან კონფრონტაცია შეაჩერონ, ეგ გულისხმობს, რომ ამერიკა და მასთან ერთად სავარაუდოდ ევროპაც ნაკლებად ძაბავს რუსეთის მიმართ და შესაბამისად ერთი პოლიტიკას აირჩევს მათ შორის ჩვენზეც, ხოლო პირობების შეთანხმების მიღწევის გარეშე შეიძლება დაძაბვის, თუმცა ეგეც ფაქტი არ არის, შეიძლება შეთანხმება ვერ შედგეს, მაგრამ ტრამპ მაინც ხელის ჩაქნევა გადაწყვიტოს ჩვენი რეგიონის მიმართ და რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავიდეს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ დაძაბვის პოლიტიკა აირჩიოს. ამიტომ ეხლა არის გაურკვევლობის მომენტი. ოცნება რის იმედზეც არის და ეგ ზოგადად სახელმწიფოებრივად ეგ ინტერესი ყველასია, ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს. დასავლეთი ოცნებას აქვს იმედი, რომ დასავლეთი დიდხანს ვერ ჩამოყალიბდება და დიდხანს ვერ განსაზღვრავს პოლიტიკას ჩვენ მიმართ, გაიწელება პროცესი. საბოლოო ჯამში ალბათ გარდაუვალია ჩვენთვის უვიზოს გაუქმება, უბრალოდ ამ გამოწვევისთან გამკლავების მეტი ალბათობა ჩნდება, მაშინ თუ პროცესი იწელება, პროდასალური განწყობები სულ უფრო ცდება ქვეყანაში, სულ უფრო მეტი დრო ჩნდება იმისთვის, რომ საპირწონე ეკონომიკური ბერკეტები შეიქმნას და საინფორმაციო ბრძოლის წარმომოხერხდეს ისე, რომ მათ შორის პოლიტიკური შესაძლებლობები პროდასალურ ფლანგს შეეკვეცოს ისე, რომ მისი სვლები ამ მომენტში ეფექტური აღარ იყოს. იდეაში ევროპას თუ უნდა სერიოზულად გაართულოს გამკლავება იმ აღშფოთებასთან, რომელიც უვიზოს გაუქმება შეიძლება მოყვეს, მან უნდა გადადგას სწრაფი ნაბიჯები. ანუ აი სწრაფად უნდა გააუქმოს მაგალითად იდეაში არჩევნების წინ უნდა გაეუქმებინა თუ ეგ უნდოდა, თუ რაღაც კონივრული მიდგომა ექნებოდა მაგ თავისი მოტივებიდან გამომდინარე მაგ საკითხთან დაკავშირებით და რაღაც დაერაზმა ეს თავისი ძალები არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამ idеის ირგვლივ. უბრალოდ დასავლეთი ვერ ჩამოყალიბდა საქართველოსთან პოლიტიკაზე, საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკაზე, მადლობა ღმერთს, ეგ სახელმწიფოებრივად ეგ არის შანსი, რომელიც ეხლა ამ მომენტში გაუჩნდა საქართველოს იმისთვის, რომ კრიზისს გაუძლოს და გაურკვეველია და დამოკიდებულია უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებების თემაზე, როდის რა დროში მოახერხებს ჩამოყალიბებას. ადრე თუ გვიან ჩემი აზრით უვიზოს გაუქმება გავს გარდაუვალ პროცესს, უბრალოდ თუ ეს გვიან მოხდება
დასავლური რევოლუციის გაძლების შანსები ბევრად უფრო მაღალი იქნება. დიახ, განაცემის დასასრულს კი მინდა მიმართოთ თქვენს ამომრჩევლებს და მოქალაქეებს, თუ რატომ უნდა მოგცეთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა? კი ბატონო, ჩვენ შარშან როცა არჩევნები ახლოვდებოდა, მაყურებელს ამომრჩეველს ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება აყვეს მაყურებელი ამომრჩეველი სიცრუეს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაიწყო აი კონსერვატიული მანტიის მორგებას იმ ძალების მხრიდან, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მთელი დანარჩენი კარიერის განმავლობაში რადიკალურად საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა. თავარი მექანიზმი, რაც ამომრჩეველს გააჩნია იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვას არჩევნებზე, ეს არის სანდოობის ძიება პოლიტიკოსებში. ვიღაცა თუ თანმიმდევრულია საკუთარ შეხედულებებში, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თუ გავს, რომ ისინი მართლა განიცდიან ამ პრობლემებს, თუ ისინი მართლა თანმიმდევრულად რისკზე მიდიან ამ პრობლემებისთვის და ეტყობა, რომ ეს ადამიანები მართლა ამ ფასეულობებით არსებობენ, ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან, ეს არის ერთადერთი რეალური მთავარი მექანიზმი, რომელიც აქვს ამომრჩეველს იმისთვის, რომ არ მოტყუდეს და ვეუბნებოდით ამომრჩეველს, რომ ხედავთ აგერ, მაგალითად, ჩვენ თანმიმდევრულად მთელი ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდით ამ ხედვებისთვის, უკან არ დაგვიხევია, დავამტკიცეთ ამ შეხედულებების, ეროვნული კონსერვატიული შეხედულებების მიმართ ჩვენი ერთგულება და არ მოტყუდეთ, იმიტომ რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ არჩევნების შედეგად გადაგაგდებთ. ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და სინანულით ამბობს, რომ აი ჩემი ხელით მივეცი ხმა ხელისუფლებას და აგერ ერთი წელი არ არის გასული და მიგრანტების შემოსევა დაიწყო ქვეყანაში და მეგობრებო, თქვენი შეცდომის ბრალია ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებასაც გვპირდებოდა. ხო, და ეგ დაპირებები თვალსა და ხელშუა მიილია. იგივე მოხდება ამ არჩევნებზე და ამ არჩევნებზე ყველა ხო დავწმუნდით ყველანი ერთად, რომ თვეები დაჭირდა იმისთვის, რომ დრამატულად შეეცვალა ისევ პოლიტიკა ხელისუფლებას და ეხლა უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკით მომაკვდინებელი საფრთხე დაეყენებინა ქვეყანაში. ეს შანსები ბევრი არ ექნება ქვეყანას. ესეთი შანსები არის იშვიათად და ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში შეიძლება მიწურულს ვიყოთ იმ მდგომარეობასთან, როცა მოbrunებას აღარ დაექვემდებარება და ეხლა ხალხის მართლა თქვენს არჩევანზეა ძალიან ბევრი რამე, ხალხის არჩევანზეა, დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენ რასაც გავაზობთ, რასაც გვპირდებით, რასაც ვაკეთებდით იმას. ვიბრძოლებთ, უკან არ დავიხევთ, არ გავჩერდებით და ეროვნული ფასეულობების გატანას გავაგრძელებთ. რამდენად ეფექტურად გავიტანთ, რამდენად ეფექტურად შევაჩერებთ მიგრაციის საფრთხეს, რამდენად ეფექტურად შევაჩერებთ ნარკომანიის საფრთხეს, რამდენად ეფექტურად შევაჩერებთ აზარტული თამაშების კატასტროფულ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყანაშია, ან რამდენად ეფექტურად მოვახერხებთ და მივაწვევით ხელისუფლებას დაპირებებზე, უფასო ჯანდაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც აუცილებელია მიწოდა, იგივე ეს რაღაცა მონოპოლიები რო შექმნეს სააფთიაქო ქსელების და ასე შემდეგ, რამდენად ეფექტურად მივაწვევით ამ ყველაფერში, ეს დამოკიდებულია ხალხზე, რამდენად ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ბრძოლაში და რამდენად ბევრი ადამიანი სწორ პატრიოტულ ეროვნულ არჩევანს, კონსერვატიულ არჩევანს გააკეთებს ამ არჩევანს. ამ შანსს ვაძლევთ, ამ შესაძლებლობას ვაძლევთ ამომრჩეველს და არჩევანი გადასაწყვეტი არის მათი ან შეცდებიან ისე როგორც აგერ 12 წელი ცდებიან, ან საბოლოო ჯამში რაღაც სწორ არჩევნამდე თუ მივლენ არჩევნებზე, ცვლილებები ამის შედეგად ხდება ხოლმე როგორც წესი ქვეყანაში. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დამშვიდობები მაყურებელს, მე გეტყვით, რომ ტელეფონის აქვს Facebook არხიც, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რადგან არ გამოხჩეთ სიახლე. ნახვამდის.